ლაგოდეხში ვიმყოფებით, ხახნო თვეების განმავლობაში არ ვარ ნამყოფი და ბოლოს როდესაც ვიყავი, რა თქმა უნდა, გაჭირებული ადამიანები ხდებოდნენ და არც თუ ისე ცოტა, მაგრამ ახლა ის ვინც გაჭირებული იყო, ხედავ რომ გაღატაკდა და პრაქტიკულად ყველა მეორე ადამიანს აქვს სერიოზული მატერიალურ-ფინანსური პრობლემა. აი კონკრეტულად ბატონი გიას მაგალითზე. ხელისუფლება ბატონ გიას არ ესაუბრება. ბატონი გია არის თვითდასაქმებული მთელი მისი ცხოვრება. მთელი მისი ცხოვრება საქმიანობს სხვადასხვა სახის სამსახურებში, ანუ სასოფლო-სამეურნეო ტიპის საქმიანობით არის დაკავებული, ფიზიკური ხასიათის შრომას გულისხმობ, ხო? და უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში არის უმუშევრად დარჩენილი, დამსაქმებელსაც აღარ აქვს შესაძლებლობა რომ დაიქირავოს. ესე იგი, ხელისუფლებამ ბატონი გია და ბატონი გიას მსგავსად 600,000 თვითდასაქმებული საერთოდ უკუაგდო. ანუ ზურგი შეაქცია, თითქოს ეს ადამიანები, თითქოს აი ბატონი გია ლაშხი არ არსებობდეს. არც ხელი კონდეს, არც ფერი კონდეს, ანუ არ არსებობს თითქოს. რა უნდა ქნას, ხო უნდა ირჩინოს თავი. ამას ვითხოვთ ძვირფასო ხელისუფლებამ, ამას მოვითხოვთ კატეგორიულად, რომ გონს მოხვიდეთ და ამ ხალხს გაესაუბროთ, დაელაპარაკოთ. დაპირებაც კი არ შეეხო ამ ადამიანებს. პლუს არც თქვენი ანტიკრიზისული სოციალური რაღაცა გეგმა ეხება, რომელიც არ ამოქმედებულა საერთოდ და ლარი დახმარება არ მიუღია არავის. და არც გუშინდელი თქვენი უსუსური განცხადება, რომ თითქოს საბანკო გადახდევინებებზე მორატორიუმს დავაწესებთ 3 თვით და 2 კატეგორია გამოყავით ხოლოდ. ხაზი გაუსვით და თქვით, რომ იმ ადამიანებს შეეხება, ვინც სამსახური დაკარგა და ვისაც ვეხმარებით. დახმარებით არავის არ ეხმარებით და ვინც სამსახური დაკარგა, ანუ იმ კატეგორიაში ბატონი ლაშხი არ შედის, ხო? ანუ ვინცაც არასოდეს არ ქონია სამსახური და ვერ დაგიმტკიცებთ, რომ იყო დასაქმებული ამ ადამიანს, რას ვეუბნებით, ვალი აქვს მიკროსაფინანსო, უბრალოდ საბანკო დაწესებულებაში, TBC ბანკში აქვს 1200 ლარი გადასახდები. ამ ადამიანს თქვენ ივნისის თვიდან ყველაფერთან ერთად მოსთხოვთ, რომ ბანკს გადაუხატოს პროცენტიც და ძირი თანხაც. ამიტომ ძალიან სასწრაფოდ ხახო, გაითვალისწინოთ, უნდა თქვენთვის უკეთესი იქნება. თქვენთვის უკეთესი იქნება, იმიტომ მე რასაც ახლა ვხედავ მეგობრებთან ერთად, ხალხი არის აჯანყების პირას და ეს არავის არ გვაწყობს. ნუ ვიფიქრეთ, რომ რაღაც ოპოზიციაში ვართ, ჩვენ გვაწყობს, რომ ვიღაცა აჯანყდეს. 1000 ლარი ყველა სრულწლოვანს და 500 ლარი ყველა არასრულწლოვანს უნდა მიეცეს და ეს თანხა თქვენ გაქვთ 3 მილიარდი ლარი ჯდება და 3 მილიარდი ლარი თქვენ გაქვთ, უბრალოდ 6 თვეზე ანაწილებთ და სოფლიოში ხართ 4-4 სახელმწიფოს შორის ერთ-ერთი, ვინც 6 თვეზე უწილვადებს დახმარებას, რომელიც არ დაგიწყიათ. ამიტომ სასწრაფოდ 1000 ლარი ყველა სრულწლოვანს და 500 ლარი არასრულწლოვან ოჯახს. წინა შემთხვევაში, არ ვიცი, ბატონი გიალაშკი თავად გეტყვით. როგორ უნდა იარსებოს ამ ოჯახმა და ასეთი არის 600,000 ოჯახი ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა იმ ოჯახს, ვისაც გავდივართ კავშირზე და გვაქვს შესაძლებლობა პირადად მოვინახულოთ და ამას ყოველდღიურად ვაკეთებ და არა მხოლოდ მე ვჩანვარ ახლა შესაძლებელია აქტიურად ვიდრე სხვა ჩვენი თანაგუნდელები, მაგრამ ის არის რომ მხოლოდ მე ვეხმარები. ყველა ჩვენ ვუმართავთ ხელს. მაგრამ ყველა ოჯახში ჩვენ ფიზიკურად ვერ მივალთ. ოპოზიციური პლატფორმა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ 2,700,000 საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თქვენი დახმარების კი არა, დაპირების მიღმა დარჩა, ოპოზიციიდან დავეხმაროთ.